ბოლო პერიოდში საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსული ჰიბრიდული ომის სპეციფიკასა და მეთოდებზე. სწორედ რუსული კოგნიტური ომის თაობაზე საკმაოდ ვრცელ ნაშრომს აქვეყნებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც. ევრონიუს ჯორჯიას სამხედრო მიმომხილველი გიორგი თუხარელი გვერდება პირდაპირ ეთერში. გიორგი, თავდაპირველად დავიწყოთ განმარტებით საუბარი, რას ნიშნავს კოგნიტური ომი, რა იგულისხმება ამ ტერმინში? მართალი აღნიშნეთ, რუსეთის მხრიდან წარმოებული ჰიბრიდული მოქმედებების, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია კოგნიტური ომი და კოგნიტურ ომზე, როდესაც საუბრობთ, ეს არის ზემოქმედება ისეთ სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაზე ისეთი მეთოდებით, როგორიც არის მაგალითად დეზინფორმაცია, ნდობის დაკარგვა გარკვეული ჯგუფებისა თუ გარკვეული პროცესების მიმართ, ღირებულებების მიმართ, ყალბი ახალი ამბების გავრცელება, დეზინფორმაციის გავრცელება, როგორც აღნიშნეთ, ასევე საზოგადოების გარკვეული ჯგუფების დისკრედიტაცია, არის ასევე ისეთი მეთოდების კომპლექსური მიწოდება სამიზნე ქვეყნების მოსახლეობისა, როგორც არის მაგალითად ბუნდოვანების შექმნა, რომელიც იწვევს ბუნდოვანებას და გარკვეულ გაურკვევლობას ქმნის. ეს ყველაფერი ცნობიერების ფორმირებას ისე ახდენს, რომ კრემლმა თავის მიზანს გარკვეულწილად მიაღწიოს კინეტიკური სამხედრო მოქმედებების ჩარევის გარეშე. ანუ იცვლება ქცევა, მოსახლეობის ქცევა, იცვლება მათი ქცევის ხასიათი კრემლის სასარგებლოდ. ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები და განსაკუთრებით საინტერესოა, რას ამბობენ ისინი რუსული კოგნიტური ომის წარმოებაზე, როგორია უფრო ზუსტად სპეციფიკა და მეთოდები, ეს თემა რომ მეტად გავშალოთ. ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც ამ თემაზე მომზადდა, როგორც აღნიშნე, არის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მხრიდან წარმოებულ კოგნიტურ ომს ახასიათებს შემდეგი მახასიათებლები. მაგალითად, განსხვავდება მისი ბრძოლის მეთოდები, ანუ განსხვავებული არის კოგნიტური ომი რუსეთის ტერიტორიაზე და რუსეთის ტერიტორიის მიღმა. ასევე საკმაოდ დამოკიდებულია რუსეთი კრემლი კოგნიტურ მოქმედებებზე, რადგან გარკვეულწილად გამოცადა ის და მოქმედებს. ეს ამავდროულად კოგნიტური მოქმედება დროში არის გაწერილი, გარკვეულ დროის პერიოდს აუცილებლად გულისხმობს, რა თქმა უნდა, გეოგრაფიულ საზღვრებს მიღმა. კვლევითი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ზედმეტად არის კრემლი ამაზე დამოკიდებული და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ რომ სამიზნე ქვეყნებში შეცვალოს აზროვნება, ხალხის აზროვნებას კრემლის სასარგებლოდ. ასევე აღნიშნავენ, რომ ამას გრძელვადიანი ეფექტი არ აქვს რუსეთის კოგნიტურ მოქმედებებს, თუმცა მყისიერი ეფექტი აქვს, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად იცვლება მოსახლეობა ასეთი ზემოქმედების შედეგად. მედია გამოიყენება საკმაოდ ხშირად რუსეთის კოგნიტური მოქმედებების დროს, მცდარი ნარატივების, მცდარი შეხედულებების გასავრცელებლად და რუსეთი მუდმივად ცდილობს საინფორმაციო ველზე გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს და შეინარჩუნოს კოგნიტური ბრძოლის წარმოების საშუალებით. განსაკუთრებით აქტიურია უკრაინასთან მიმართებით კოგნიტური მოქმედება რუსეთის. ძალიან ხშირად საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კრემლი ისეთი შეხედულებების გაძლიერებას ცდილობს, როგორიც არის მაგალითად, რომ ამ ომში უკრაინა ვერ იგებს, რომ ამ ომში მთავარი დამნაშავე არის უკრაინის პრეზიდენტი. ხდება რუსეთის, ასე ვთქვათ, ახალი მტრის ხატით ჩანაცვლება სამიზნე ქვეყნებში და ამით კრემლი ცდილობს საკუთარი წვლილი, საკუთარი როლის განზე გაწევას. ამავე საკითხებზე საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ უსაფრთხოების მკვლევართან და ვნახოთ ეს ინტერვიუ. რუსულ კოგნიტურ ომზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს უპასუხებს უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირძე. მოგესალმებით ბატონო ანდრო, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა მოპატიჟებისთვის. მაყურებელს რომ განვუმარტოთ, რას ნიშნავს კოგნიტური ომი. რა მეთოდებზე არის საუბარი, როდესაც საუბრობთ იმ თემაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე, მეორე მხარის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ფარგლებში კოგნიტური ომის მეთოდებს მიმართავს. მოგეხსენებათ, ომის მეთოდიკა ყოველდღიურად იხვეწება და უფრო ფართოვდება ის დომეინები, ის სივრცეები, სადაც მოწინააღმდეგეთა
მიმართ ახორციელებენ ტრულად განწყობილი ქვეყნების საკუთარ ზემოქმედებას. ერთ-ერთი ძლიერი აქტორი ამ თვალსაზრისით არის რუსეთი და რუსეთი ძალიან ხშირად ეხლა უკვე თვალნათლივ არის ცხადი რომ აწარმოებს ომს არა მარტო კინეტიკურ გარემოში და უფრო მეტიც არა მარტო კიბერ გარემოში, არამედ რაღაც აი ამის გაერთიანებაზე, კონკრეტულად კიბერ იარაღის და აი კოგნიტური იარაღის შერწყმით, რომელიც ადამიანის გონებაზე ზემოქმედებს და უფრო მეტად ცდილობს გააკონტროლოს ადამიანის ქცევა, სამიზნე აუდიტორიის ქცევა და ამით მიიღოს ის შედეგები, ის ბენეფიტები, რითაც როგორც წესი ცდილობენ ხოლმე ომის შედეგად მიღებას. ძალიან ხშირად ამას უკავშირებენ საბჭოთა კავშირის დროინდელ მეთოდიკას, აქტიური ღონისძიებების ქცევის კონტროლის, რომელიც მართალია მაშინ ამდენად დიგიტალიზებული არ იყო და ამიტომ ცივი ომის პერიოდში შედარებით ნაკლებად ცნობილი იყო ადამიანებისთვის, მაგრამ კიბერსივრცის განვითარებამ, კიბეროპერაციების გადანაცვლებამ, ტექნიკურიდან კოგნიტიურ სფეროში, ფსიქოლოგიურ სფეროში, პროპაგანდის, დეზინფორმაციის მომძლავრებამ, კოგნიტიური ომი ძალიან ესეთი თვალშისაცემი გახადა და უფრო მეტიც უკვე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ ომის მე-6 განზომილებაზე, თუ აქამდე ვსაუბრობდით ხმელეთი, კოსმოსი, თქვათ, ჰაერი, ზღვა და კიბერს ვამატებდით მე-5 სივრცეთ, ახლა უკვე უთუოდ არსებობს მე-6 კოგნიტიური სივრცე, იმიტომ რომ კიბეროპერაციები, კიბერთავდასხმები არ მიემართება მარტო მანქანებს, კომპიუტერებზე თავდასხმას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოშლას, ვთქვათ, რაც შეიძლება ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ეფექტია, მაგალითად ელექტროენერგიის არარსებობა, ხო, ვთქვათ, საბანკო სერვისის მოშლა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება იმგვარად, რომ გათვლადი იყოს მათი შემდგომი მოქმედებები, მოწინააღმდეგის მოქმედებები და ეს მოქმედებები ემსახურებოდეს აი ამ მტრული ძალების, ასე ვთქვათ, ინტერესების განხორციელებას. დასავლური კვლევითი ორგანიზაციები ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სწორედ კოგნიტიური ომის მეთოდებს, რუსეთის ჭრილში განიხილება ეს ყველაფერი, არის რამდენიმე კვლევითი და ნაშრომი, მათ მიერ მომზადებული. არის თუ არა გამორჩეული რაიმე საშუალებით რუსეთის მხრიდან წარმოებული ამ ტიპის საბრძოლო მოქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აზროვნების შეცვლას კრემლის სასიკეთოდ. უნებრივია, იმიტომ რომ რუსეთი ერთ-ერთი მძლავრი აქტორია ამ თვალსაზრისით და ეს იმასაც ეხება, რომ რუსეთი ინფორმაციას განიხილავს როგორც იარაღს, როგორც ძალაუფლების ერთ-ერთ წყაროს და სწორედ ამიტომ კიბეროპერაციებს მარტო კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოსაშლელად კი არ იყენებს, არამედ იყენებს სწორედ აზროვნების შესაცვლელად ქცევის манипуляციისთვის და ეს კიდევ განსხვავდება პროპაგანდისგან, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ საუბრობდით პროპაგანდაზე, დეზინფორმაციაზე, რომელიც ადამიანის შეცდომაში შეყვანას, გარკვეული ვთქვათ, რაღაც ინფორმაციის მიწოდებას, შეჩეჩებას გულისხმობს და ბუნებრივია ეს ძალიან რთული იარაღია რუსული, როდესაც განსაკუთრებით კიბერქსელებით ვრცელდება, მაგრამ სოციალური მედიის ასე გავრცელებამ, ზოგადად ადამიანის მოქმედებების, სასიცოცხლო ციკლების გადანაცვლებამ კიბერსფეროში, მეცნიერებების ჩამოყალიბებამ და ამის შერწყმამ, აი ინფორმაციის გარკვეულ манипуляციასთან გამოიწვია ადამიანის ქცევით манипуляცია, როდესაც მაგალითად კონკრეტულად რუსეთი ცდილობს არა პროპაგანდით მოატყუოს ადამიანი, არამედ დანერგოს გარკვეული ნარატივები და ეს ნარატივები თუ კვლევებს განვიხილავთ, არის ერთი და იგივე სხვადასხვა არეალში, თუმცა გარკვეული სპეციფიკით, თქვათ რეგიონიდან გამომდინარე სპეციფიკით, ამაზეც გვექნება საუბარი, მაგრამ ამავდროულად ამ ნარატივებით შემდგომ განაპირობოს უკვე დაინტერესების ქვეყნის მოსახლეობის ქცევა იმგვარად, რომ მიიღოს შესაბამისი მოგება, მიიღოს შესაბამისი წარმატება. რაზე მაქვს საუბარი? მაგალითად, პროპაგანდა არის ის, რასაც ჩვენ ვაწვდით დაინტერესების ქვეყნის მოსახლეობას, ამ შემთხვევაში რასაც რუსეთი აწვდიდა, ვთქვათ, საქართველოს, ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, აფრიკის, სამხრეთ აზიის ქვეყნების მოსახლეობას, მაგრამ კოგნიტიური იარაღად ითვლება იმგვარი ნარატივების დამკვიდრება, როდესაც ეს ქვეყნები თავად იმეორებენ შემდგომ უკვე რუსული აი ამ პროპაგანდის, რუსული აი ამ კიბეროპერაციების შედეგად დანერგილ ნარატივებს. ნარატივები ბუნებრივია არის თითქმის ერთი და იგივე ამ კონკრეტულ მოცემულობაში, მაგალითად ის, რომ დასავლეთი პროქსი მთავრობების საშუალებით იწყებს ომებს მთელ მსოფლიოში და რუსეთი თავს იცავს. მაგალითად ის, რომ დასავლეთი
ამ შემთხვევაში ახდენს ტრადიციული ღირებულებების, ასე ვთქვათ, შესუსტებას ან უგულებელყოფას, ხოლო რუსეთი არის ოჯახური ღირებულებების და ტრადიციული გარკვეული აი ამ მიმდევრობის დამცავი, ხო, დამცველი. ასევე მაგალითად ის, რომ რუსეთი მხოლოდ თავს იცავს და დასავლეთი ახდენს მის დემონიზებას და ამგვარი ნარატივები, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა ფოკუს ჯგუფთან მიმართებაში სხვადასხვა მეთოდებით, ხშირად კიბეროპერაციებით, სოციალური ქსელებით, გარკვეული ვთქვათ ამგვარი აზრის манипуლირებით ინერგება და შემდგომ მათი გავრცელება უკვე იმგვარად ხდება, რომ თავად სახელმწიფო უწყებების ან თავად დემოკრატიული ინსტიტუტების მიტაცება ხდება იმგვარად, რომ აი ამ დემოკრატიული ინსტიტუტებიდანაც კი ისმის ან დემოკრატიული ბერკეტებიდან, მაგალითად განსხვავება რა არის, ხო, არჩევნებში ჩარევა შესაძლებელი იყო ადრე არჩევნების გაყალბებით, რუსეთი ამას აწარმოებდა სხვადასხვა ქვეყნებში 2010-იანი წლების შუა წელიდან სადღაც, მაგრამ დღესდღეობით უკვე ფაქტიურად გადასულია იმ საარჩევნო გარემოს გაყალბებით და манипуლირებით, რომლებიც იმ არჩევანს გააკეთებენ, რაც წინასწარ არის განპირობებული რუსული ნარატივების დამკვიდრებით. Პატრონ ანდრო, რამდენად არის მოწყვლადი ქართული საზოგადოება, თქვენ ახსენეთ ქართული რეალობა, როგორც ერთ-ერთი სამიზნე რუსული კოგნიტიური ომის წარმოების თვალსაზრისით. რამდენად არის მოწყვლადი ქართული საზოგადოება და პოლიტიკური წრეები რუსული ამ მეთოდების მიმართ? რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ამას და ხშირ შემთხვევაში სიძლიერე მოწყვლადობად გადაიქცევა ხოლმე. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ კოგნიტიური იარაღის მიმართ მოწყვლადია დემოკრატიული ან დემოკრატიული მისწრაფების მქონე საზოგადოებები. რამდენადაც არ უნდა ვებრძოლოთ სიტყვაზე კოგნიტიური იარაღით რუსეთის ფედერაციას ან აშკარად გამოხატულ ავტოკრატიას, დიქტატურას, იქ ჩვენ ამის შედეგი გაგვიჭირდება, იმიტომ რომ იქ განწყობებს პატივს არცემენ. იქ მარტივად დგება სქემა, რომლის მიხედვითაც თქვა არჩევნებში, თუ ამას არჩევნებს დავარქმევთ, გაიმარჯვა ამან. ხალხის აზრს იქ აზრი არა აქვს, არა აქვს დატვირთვა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ დემოკრატიაა მოწყვლადი. ეს არ ნიშნავს, რომ დემოკრატიას უნდა დავანებოთ თავი, მაგრამ ამას თავისი თავდაცვის მექანიზმები აქვს და ამის პრაქტიკაც არსებობს და მეორე ფაქტორი არის ტრადიციული ღირებულებების მქონე საზოგადოება ან თქვათ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს თავის ისტორიულ წარსულს, ესეც არ არის ბუნებრივია ცუდი მოვლენა, სწორედ ეს არის ამ იარაღის ვერაგობა, რომ ძალიან პოზიტიური მიმართულებები გამოიყენება სარკის გასამრუდებლად, არასწორი ნარატივის დასამკვიდრებლად. მაგალითად, თუ კი ჩვენ ტრადიციულ საზოგადოებაში მუდმივად დავიწყებთ იმის გამეორებას, რომ დასავლეთი ებრძვის ტრადიციულ ღირებულებებს და ამისთვის ათასობით თქვათ რაღაც კოორდინირებული ანგარიში პირველ ეტაპზე ტროლიან ბოტი გაავრცელებს გარკვეულ ცრუ ნარატივს იმასთან დაკავშირებით, როგორ ილახება თქვათ ტრადიციული ღირებულებები დასავლეთში, შემდგომ საზოგადოება უკვე ამ ზემოქმედებით თვითონ დაიწყებს ამ მესიჯის მულტიპლიცირებას, იმიტომ რომ ტრადიციული საზოგადოება ამის მიმართ სენსიტიურია. იგივე ითქმის ომის შიშთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბუნებრივია ამგვარი ნარატივი უფრო მეტად მოქმედებს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ომის სიმწარე თავის თავზე აქვს გადატანილი, ხო, თქვა და შეიძლება ახალ ზელანდიას პირობითად ვამბობ ეშინოდეს ომის, იმიტომ რომ მათ ეს განცდილი არ აქვს, ხო, გარკვეულწილად ალერგიასავით არის, თუ ალერგენი არ გაქვს მიღებული, ვერც ერთ შემთხვევაში არ რეაგირებს ორგანიზმი მასზე. სწორედ ამიტომ ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებზე ძალიან ისე გრძნობიარეთ მოქმედებს. ასევე შეიძლება ვთქვათ იქვე აღინიშნოს ის ნარატივი თითქოს რუსეთი კონფლიქტის გადაჭრას ეცდება საქართველოში, თუ კი საქართველო დასავლურ გზას დაივიწყებს. ბუნებრივია საქართველოს სენსიტიურია, იმიტომ რომ 300,000-ზე მეტი დევნილი ყავს და პლუს მათთან დაკავშირებული ოჯახები, რაც ქვეყნის თითქმის 1/5-ს შეადგენს, ხო, მოსახლეობის. ამიტომ აი ესეც ძალიან სენსიტიურია. აი ამ თვალსაზრისით საქართველოს მოწყვლადია, ბუნებრივია, თუმცა არსებობს გარკვეული ჩარჩოები, რომელსაც შეუძლია მდგრადი თავდაცვის უზრუნველყოფა. ერთ-ერთ კვლევაში ამოკითხული მაქვს ესეთი თქვათ აზრი, რომ რუსული კოგნიტიური ომის ერთ-ერთი მეთოდი არის რუსეთის როგორც მტრის ხატის ახალი მტრის ხატით ჩანაცვლება სამიზნე ქვეყანაში. რამდენად არის ეს მეთოდი საქართველოში გამოყენებული, რომ ხშირად გვესმის თქვათ ის, რომ გლობალური ომის პარტია, ასე ვთქვათ, და სხვა რაღაც გარკვეული ჯგუფები
ტრობენ ქვეყანას და ნაკლებად გვესმის რუსეთის როგორც უნებრივია ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში, სადაც ტერიტორია აქვს ერთ-ერთ აქტორს ოკუპირებული, რუსეთზე მაქვს საუბარი, რუსეთი უნდა ითვლებოდეს მტრად, მაგრამ ამის საპირისპიროდ ჩვენ გვესმის თანაც გაიგივება, ხო? აქ უფრო სიმბოლოებით საუბარი ხდება იმისთვის, რომ განწყობაზე და კოგნიტიურ გარემოზე მოხდეს, ვთქვათ, აი ნახეთ როგორი მესიჯები ისმის ბრიუსელის მიმართ, საბჭოთა კავშირი, მეორე მდივანი, ცეკას მეორე მდივანი, ხო? თითქოს ელჩები იყვნენ ცეკას მეორე მდივნები. იმ თაობას ვისთვისაც ეს მიმართულია, ვისკენაც მიმართულია, ახსოვს რომ ცეკას მეორე მდივანი საბჭოთა კავშირის დროს იყო რუსი ეროვნების მოსკოვიდან დანიშნული, რომელიც თითქოს და ესე რუხი კარდინალი იყო მაშინდელ, ასე ვთქვათ, საქართველოს ადგილობრივ წარმომადგენლობაში. ბრიუსელის ევროკავშირის გაიგივება საბჭოთა კავშირთან. ბუნებრივია ადამიანებს საბჭოთა კავშირი არ გვიყვარს, რუსებს ძალიან კარგად აქვს ჩვენი შესწავლილი, ჩვენი კვლევები, ვთქვათ, სოციალური გამოკვლევები, რომ 80% წინააღმდეგია და დასავლეთისკენ მიწევს. ამიტომ ხდება გაიგივება იმ ბრაზის, საბჭოთა კავშირთან ბრაზის, ხო? ომთან დაკავშირებით თუნდაც ის ნაცისტური იარლიყის მიკერება, იმიტომ რომ საქართველოს სხვა საბჭოთა ერებთან ერთად საბჭოთა წარსულში ქონდა წარმატებული გამოცდილება საბჭოთა ჯარების ხოლგის ქვეშ, თქვათ, ფაშიზმთან და ნაციზმთან ბრძოლის, ხო? აი კოგნიტიური იარაღის დამახასიათებელი თვისება არის ადამიანის ინსტინქტებზე, ადამიანის ძალიან ისეთ ღრმა გარკვეულ განცდებზე აქცენტების გაკეთება და მათთვის ისეთი მართვადი ნარატივების მიწოდება, რომ ადამიანი ამას იჯერებს და პროპაგანდისგან განსხვავებით თავად ხდება შემდგომ ამის მულტიპლიკატორი. მაგალითად, საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე პირველად რუსეთმა დაიწყო მართვადი საკომუნიკაციო სივრცის შექმნით. სოციალურ ქსელებში, რომელიც არის აი ამ იარაღის გავრცელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არეალი, მისი შეღწევადობის ფოკუსიდან გამომდინარე, დაიწყო მართვადი საკომუნიკაციო სფეროს შექმნა და დაიწყო ძალიან ფრთხილი ნარატივით, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება იყო ეფემერული, ილუზორული მიზანი, რომ ეს არასდროს არ მოხდებოდა. ოღონდ ამას მაშინ ისაკეთებდა ტროლების და ბოტების ინსტიტუტით, რაც პროპაგანდის ძალიან ჩვეული მეთოდია. შეიძლება მას კონდეს ათობით, ასობით, ასეულათასობით, თქვათ, რაღაც შესაძლებლობა, მაგრამ ეს ვერ იქნება მილიონები, ხო? ეს ვერ იქნება მთელი ერი, ეს ვერ იქნება მთელი ფენა მოსახლეობის და თან მათ ეთყობათ, რომ ისინი არიან არასულიერი, ანუ კოორდინირებული მოქმედება არის, მაგრამ სწორედ შემდგომი ეტაპი უკვე გულისხმობს პოლიტიკურ წრეებში ინფილტრაციას, პოლიტიკური პარტიების ინფილტრაციას, იმ განცდის შექმნას, რომ რუსული პარტია შესაძლებელია მოხვდეს პარლამენტში, შეიძლება მთავრობაშიც კი მიიღოს გარკვეული დოზით კოალიციის შემთხვევაში მონაწილეობა და ჩვენ გვახსოვს როგორც სოკოები ვით ჩნდებოდა ერთი მეორეზე, ერთი შეხედვით ირონიული, ერთი შეხედვით რაღაც ისეთი გროტესკული პრორუსული პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებიც ვერ აღწევდნენ 3-5%-ზე მეც, მაგრამ ყოველთვის ქმნიდნენ წლების მანძილზე განცდას, რომ პრორუსული პარტიის არსებობა საქართველოში დიახ შესაძლებელია, ვთქვათ და მესამე უფრო მძიმე ეტაპი, როდესაც უკვე თვითონ მართველი ელიტების ინფილტრირება მოხდა ამ ნარატივებით, რუსეთმა ფაქტიურად მიაღწია სახელმწიფოს მიტაცებას, როდესაც დემოკრატიული ინსტრუმენტები, დემოკრატიული ინსტიტუტებიც კი უკვე აჟღერებენ რუსულ პროპაგანდას და არა მარტო იმიტომ, რომ ვიღაც პროპაგანდისტი მოსყიდულია, ან ვიღაც ტროლად მუშაობს, ან ბოტი ავტომატია სადღაც და ამიტომ, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ გარკვეულად დაიჯერეს, რომ მართლაც რუსეთს შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მოგვარება, რუსეთს შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ყველა ეს ნარატივი ტყუილია, მაგრამ ის მოქმედებს ადამიანის ძალიან ისეთ ინსტინქტებზე, სიღრმისეულ ინსტინქტებზე და შესაბამისად განსაზღვრავს ადამიანის გრძნობებს, იმ შეგრძნებებს, მოქმედებას, იმიტომ რომ ბუნებრივია ახლა ომის შიში, რომელიც პირველადი ინსტინქტია, სიცოცხლის გადარჩენასთან არის დაკავშირებული, აქვს აბსოლუტურად ყველას, მაშინ როდესაც განსაკუთრებით უკრაინაში ამგვარი სისხლისმცემელი ომი მიმდინარეობს. რომ შევაჯამო სულ ერთი წინადადებით, ეს კოგნიტიური ბრძოლის მეთოდები, როგორც თქვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მოწყვლადია დემოკრატიული საზოგადოება ამ დროს და განსაკუთრებით ხელს აძლევს მეორეს მხრივ შიდა რეჟიმის გამყარებისთვის ავტორიტარულ რეჟიმს, იმიტომ რომ მაგალითად იგივე რუსეთში პუტინის რეჟიმი, კრემლი ამას ყველაფერს იყენებს რუსეთში აი ამ განწყობების შესაქმნელად, რომ
თითქოს რუსეთი იმიტომ შიმშილობს, რომ ის ასე ვთქვათ ფაშიზმს ებრძვის და ევროპის გათავისუფლება უნდა, ხო? იგივე ნარატივები გარკვეული ასე ვთქვათ სახესხვაობით, ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით ვრცელდება საქართველოშიც ძალიან აქტიურად, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია საქართველოს ურთიერთობის ძირის გამოთხრა სამხედრო სფეროში სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ძირის გამოთხრა და შეჩერება ევროატლანტიკური ინტეგრაციის და რატომ არის ეს ყველაფერი ბრძოლის მეთოდი? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ფაქტიურად ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი ხელწერით უზრუნველყოფს ტერიტორიის დაპყრობას გასროლის აქტიური კინეტიკური მოქმედებების გარეშე.